FBI-ის ყველაზე ძებნილი პირების სია გამოყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის ყველაზე საშიშ დამნაშავეებად იქლებიან. სამართალი უნდა აღსრულდეს და საზოგადოების დახმარება შეიძლება იყოს სწორედ ის გასაღები, რომელიც ამის მიღწევაში დაგვეხმარება. სამართალდამცავი ორგანოები კვლავაც ევთქულად იცავენ საზოგადოებას და დაჟინებით ცდილობენ წესრიგის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რამდენი დრო დასჭირდება ამას. ნომერი 20. ბოროტმოქმედები ჩრდილებში იმალებიან, უხილავები და შეუმჩნევლები. გასაკვირი არ არის, რომ ეს უცნობები საზოგადოების თვალს მიღმარჩებიან, როცა დანაშაულებს ჩადიან. ის დანაშაულები, რომლებიც საზოგადოებას შოკში აგდებს, სწორედ ჩვენს ცხვირწინ ხდება. დანაშაულები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა ჩაიდინეს, ისეთებმა, ვისგანაც ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას არასდროს ველოდით. ნამდვილად არავინ იფიქრებდა, რომ კანადელი ოლიმპიური სნოუბორდისტი Ryan James Weddington-ი FBI-ის ყველაზე ძებნილთა სიაში აღმოჩნდებოდა. Weddington-ი 1991 წელს ონტარიოს პროვინციის Thunder Bay-ში დაიბადა, 3 შვილისგან პირველი. როცა ის მხოლოდ 12 წლის იყო, მამამისმა მთელი ოჯახი Thunder Bay-დან ბრიტანეთის კოლუმბიის ხოკვით-ლამის გარეუბანში, ვანგუერის დიდ რაიონში გადაიყვანა. სწორედ აქ დაიწყო მისი სნოუბორდინგის კარიერა. მხოლოდ 3 წლის შემდეგ Weddington-მა თავისი პირველი რბოლა მოიგო და კანადის ეროვნული სათხილამურო ნაკრების წევრი გახდა. 1999 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან პარალელურ გიგანტურ სლალომში მიიღო მონაწილეობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2 წლის შემდეგ მან ვერცხლის მედალი მოიპოვა ამ შეჯიბრებაში. Weddingმა მონაწილეობა მიიღო 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში Salt Lake City-ში, სადაც კანადის ნაკრების სახელით მამაკაცთა პარალელურ გიგანტურ სლალომში ასპარეზა. მან მე-24 ადგილი დაიკავა და ამის შემდეგ მალევე შეწყვიტა სპორტული სნოუბორდინგი. Weddingi შემდეგ ვანკუვერში დაბრუნდა და ჩაირიცხა Simon Fraser-ის უნივერსიტეტში. მას ბოდიბილდინგისადმი ინტერესი გაუჩნდა და დაიწყო მუშაობა კლუბის დაცვად. 2 წლის სწავლის შემდეგ Weddingმა უნივერსიტეტი მიატოვა და დაიწყო უძრავი ქონებით ვაჭრობა. სწორედ ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ცვლილება, რომელსაც არავინ ელოდა. უძრავი ქონების საქმიანობის დასაფინანსებლად მან მარიხუანის მოყვანა დაიწყო. Weddingმა შეიძინა საწყობი 6800 მცენარით, რომელიც მდებარეობდა უძრავ ქონებაზე, სახელად 18 კარატიანი ფერმა, რომელიც 2006 წელს დაარბიეს. კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია აღმოაჩენდა არა მხოლოდ 10 მილიონი დოლარის ღირებულების კანაფს, არამედ ცეცხლსასროლ იარაღს და ვაზნებსაც. მაგრამ Weddingi ინტერესი არ იყო და გამომძიებლებმა ვერ შეძლეს საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, რომ ოფიციალურად წაეყენებინათ ბრალიმისთვის, რის გამოც Weddingi თავისუფლად გაუშვეს. სავარაუდოდ მან ასევე დაიწყო თავისი ნარკოტიკების ოპერაციის გაფართოება და ამბობდნენ, რომ შეუერთდა რუს და ირანელ კონტრაბანდისტებს, რომლებიც კონტროლირებადი ნივთიერებებით ვაჭრობდნენ. 2010 წელს Weddingi დამნაშავედ ცნეს იმისთვის, რომ მან სცადა კონტროლირებადი ნივთიერების შეძენა სახელმწიფო აგენტისგან. მას 4 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ მხოლოდ 1 წლის შემდეგ გაათავისუფლეს და შემდეგ დაიწყო ის, რაც კრიმინალურ ბიზნესად იქცა. 2012 წლისთვის Ryan Weddingi უკვე კრიმინალური ავტორიტეტად ითვლებოდა. 2024 წლიდან კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია FBI-სა და რამდენიმე სხვა სააგენტოსთან ერთად დაიწყებს ოპერაცია გიგანტური სლალომი. მათი სამიზნე Ryan Weddingi არ იყო, არამედ მექსიკურ კარტელთან დაკავშირებული მსხვილი კრიმინალური ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან დიდი რაოდენობით მეტამფეტამინსა და სხვა კონტროლირებად ნივთიერებებს ატარებდა შეერთებული შტატების გავლით კანადაში და სხვა საზღვარგარეთ უქვეყნებში. ეს ორგანიზაცია ასევე მონაწილეობდა მკვლელობების შეკვეთაში ამერიკის მასშტაბით. Wedding ამ ქსელის ლიდერი იყო და მას ეძებდნენ როგორც შეერთებული შტატები, ისე კანადა სხვადასხვა ბრალდებით. 2024 წლის ოქტომბრისთვის ოპერაციის ფარგლებში Weddings და კიდევ 15 პირს წაუყენეს ბრალი მრავალ დანაშაულში. ყოფილ სნოუბორდისტს ბრალი წაუყენეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში. კრიმინალური ქსელის ხელმძღვანელობაში 3 მკვლელობის და 1 მკვლელობის მცდელობის ებსტელობის ეპიზოდში. Weddings ბრალიედება დაქორწინებული წყვილის, ჟაკ დარის და ჰარბაჰან სითუს, ასევე მოჰამად ზაფარის სიცოცხლის მოსპობაში. რადგან გამოძიება მიმდინარეობდა, Weddingi გაათავისუფლეს, რამაც მას მექსიკაში გაქცევის საშუალება მისცა, სადაც ის მექსიკის უდიდესი კარტელის, Sinaloa-ს მაღალი რანგის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციაში მას რამდენიმე მეტსახელით იცნობდნენ. მათ შორის იყო El Jefe, გიგანტი და Public Enemy. 2025 წლის 6 მარტს Weddingi დაემატა FBI-ის ყველაზე ძებნილთა სიას, Alexis Flores-ის ნაცვლად. მისი დაჭერისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე 10 მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ნოემბრის ბოლოს ეს თანხა 15 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. Weddingis ყველაზე ძებნილთა სიაში დამატებიდან თითქმის 1 წელი იყო გასული, როცა მისი საქმის სტატუსი მოულოდნელად შეიცვალა.
2026 წლის 22 იანვრის ღამეს იგი მექსიკაში დააკავეს. თითქოს და თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს, თუმცა ეს მტკიცება მოგვიანებით მისმა ადვოკატმა უარყო, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი იძულებით დააკავეს. ვედინგმა წაყენებულ ბრალდებებში თავი უდანაშაულოდ ცნო. ნომერი 19. კრიმინალურ სამყაროში ცნობილია როგორც ელ ჩაპო ისიდრო. ფაუსტო ისიდრო მეზა ფლორესი დაიბადა 1982 წელს ნოვა ხუარეში, სონორა, მექსიკა. მისი მოზარდობის შუა და გვიან წლებში ისიდრომ დაიწყო თავისი კრიმინალური კარიერა, რომელიც ხუარეზის კარტელში დაიწყო, მექსიკაში უძველესი და ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია. თავდაპირველად კრიმინალური ჯგუფი კონცენტრირებული იყო კონტროლირებადი ნივთიერებებით ვაჭრობაზე, მაგრამ მოგვიანებით გააფართოვა თავისი საქმიანობა და მოიცვა არაერთი უკანონო აქტივობა, როგორიცაა გატაცება, ადამიანებით ვაჭრობა და გამოძალვა. როცა ისიდრო ორგანიზაციაში შევიდა, მას ამადო კარილიო ფუენტესი ხელმძღვანელობდა. ნარკობარონი 1967 წელს პლასტიკური ქირურგიის სავარაუდო გართულებებს ემსხვერპლა. რაც ბევრ წევრს, მათ შორის ისიდროს, ორგანიზაციის დატოვებას აიძულებდა. დიდი დრო არ გასულა, რომ ისიდრომ სხვა ორგანიზაციაში მოხვედრა შეძლო. Beltran Leyvas კარტელი, რომელსაც Beltran Leyvas ძმები ხელმძღვანელობდნენ. ეს კრიმინალური ჯგუფი პასუხისმიებელი იყო ნარკოტიკებით ვაჭრობაზე და მჭიდროდ თანამშრომლობდა სინალუას კარტელთან, სანამ 2008 წელს ამ ორ კარტელს შორის გაყოფა და შემდგომი ომი არ დაიწყო. Beltran Leyvas კარტელი ასევე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფად. სწორედ ამ კარტელში აღმოჩნდა ისიდრო ყველაზე სასარგებლო. ის აღწერეს როგორც გამოცდილი ქილერი, რომელსაც ჰქონდა სიმამაცე, სითამამე და ცპიერება. 2009 წლის დეკემბერში ლიდერი არტურო ბელტრან ლეივა გარდაიცვალა მექსიკის სამხედროების რეიდის შემდეგ. კიდევ ერთხელ კარტელის მრავალი წევრი გამოეყო ჯგუფს და დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნა ედგარ ვალდეს ვილა ვილიარეალთან ერთად. ეს კრიმინალური ჯგუფი გახდა ცნობილი როგორც ლაბარბეა. ამჯერად კი ისიდრო ერთგული დარჩა ძმების მიმართ და შემდეგ ალიანსი შექმნა ვინსენტ ფუენტესთან. 2010 წლისთვის სხვადასხვა კარტელები კვლავ იბრძოდნენ ტერიტორიებისთვის, სადაც სინალოას კარტელსა და ბელტრან ლეივას კარტელს შორის განსაკუთრებით მძაფრი ძალადობა იყო. იმ ივლისში დუბატამას ქალაქში, სონორაში, დიდი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე ორგანიზაციის რამდენიმე წევრი სასიკვდილოდ დაიჭრა. მოვლენა მოხდა ტერიტორიაზე, რომელიც ცუდი სახელით არის ცნობილი ნარკოტიკებისა და ადამიანების კონტრაბანდის გამო. მტკიცებით ისიდრო და მისი თანამოაზრე არნალდო დელ სიდ ბუენა იყვნენ ისინი, ვინც სინალოას ჯგუფის წევრებზე მოულოდნელი თავდასხმა წამოიწყეს. შემდეგში ადგილზე აღმოაჩინეს 11 ტყვიებით დაზიანებული მანქანა, რომელთაგან ზოგიერთს ფანჯრებზე X ჰქონდა დახატული, სავარაუდო სიმბოლო, რომელსაც კონტრაბანდისტული ორგანიზაციები იყენებენ მტრის მანქანებისა და საკუთარი მანქანების გასარჩევად. ისიდრო მოგვიანებით საკუთარი ბანდა ჩამოაყალიბა, რომელსაც ლოს მაზატლეკოსი დაარქვა და მისი ბაზები გუასავეში, ლოს მოჩისში, მაზატლანში და ნაიარიტში განათავსა. მისი კრიმინალური კარტელი პასუხისმგებელია სხვადასხვა ნარკოტიკის, მათ შორის მეტამფეტამინის, კანაფისა და მორფინის წარმოებულების კონტრაბანდაზე. ამ კარტელის შენარჩუნების პარალელურად, ისიდრო კვლავ ბელტრან ლეივას კარტელის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად რჩება. ის იყო ჰექტორ ბელტრან ლეივას მარჯვენა ხელი, რომელიც თავის ნათესავთან ერთად ხელმძღვანელობდა. 2010 წლის 28 აპრილს ისიდროს მმართველობა თითქმის დასრულდა, როდესაც ჩოის მთებში მექსიკის სამართალდამცავებს შეეჯახა. თუმცა ოპერაცია სერიოზულად ჩაიშალა, რადგან როგორც ჯარისკაცები, ასევე კარტელის წევრები სასიკვდილოდ დაიჭრნენ. შემდეგ ისიდრო გაიქცა. მას შემდეგ წლებში ნარკობაროისთან დაკავშირებული რამდენიმე პირი დააკავეს და მნაშავედ ცნეს, მაგრამ ელ ჩაპო, ისიდრო, კვლავ თავისუფალია. 2025 წლის 4 თებერვალს ის დაემატა FBI-ს ყველაზე ძებნილი 10 ადამიანის სიაში. შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ჯილდოების პროგრამა ამ კრიმინალის დაკავებისთვის იმისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე $5 მილიონ ჯილდოს სთავაზობს. იგი ითვლება შეიარაღებულად და საშიშად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით მიმალვის რისკის მქონედ. და აღწერილია როგორც 42 წლის მამაკაცი, მუქი ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 6 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 160 ფუნტია. ის მექსიკის მოქალაქეა და მიიჩნევა, რომ მექსიკაში ცხოვრობს. ნომერი 18. ვენესუელელი სავარაუდო ბანდის ლიდერი ჯოვანი ვისენტე მასკარა სერანო მარაკაიბოში, სან ვისენტეს უბანში დაიბადა. მან იოჰან ხოსე რომეროსთან ერთად სავარაუდო დაარსა ტრენ დე არაგუა, რომელიც ითვლება ყველაზე ძლიერ ადგილობრივ და ერთადერთ ვენესუელურ კრიმინალურ ბანდად. ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფმა წარმატებით შეძლო თავისი ძალაუფლების საზღვარგარეთ გავრცელება. ის ჩვეულებრივი საპატიმრო ბანდიდან გადაიქცა ტრანსნაციონალურ საფრთხედ ფართო საქმიანობით.
ბანდას სავარაუდოდ ხელმძღვანელობს Hector Rustemport Guerrero Flores, ან Nino Guerrero, როგორც მას უწოდებენ. Hectorმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯგუფი შექმნა ბანდის მიერ კონტროლირებად დოკორონის ციხეში. Serranos მთავარი როლი ამ ჯგუფში ისაა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს როგორც ნარკოტიკების ტრაფიკინგის ქსელს, ასევე მკვლელობებს, რომლებიც დაკავშირებულია Tren de Araguasთან, ცენტრალურ ამერიკაში, შეერთებულ შტატებსა და კოლუმბიაში. Tren de Aragua არის უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ASEAN-ის ფინანს და სამინისტროს მიხედვით ატარებს ტერორის კამპანიას დასავლეთ ნახევარსფეროში. ჯგუფი ჩართულია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ადამიანებით კონტრაბანდაში, ტრაფიკინგში, გამოძალვაში, ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციაში, ფულის გათეთრებაში, ასევე სხვა არაერთი დანაშაულებრივი საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ასრულებს ამ დანაშაულებს, Serrano პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს დანაშაულები განხორციელდეს, რაც მას უკანონო თავდასხმების ავტორად აქცევს. Serranos წატენებული აქვს ბრალდება საერთაშორისო დისტრიბუციის შეთქმულებაში. საერთაშორისო დისტრიბუციაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის შეთქმულებაში და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევასა და გაწევისევის მცდელობაში. Floresისა და Romeros მსგავსად, Serrano კოლუმბიასა და შეერთებულ შტატებში ძებნილია დაასია 2024 წლის ივლისიდან. მაგრამ მხოლოდ 2025 წლის ივნისში იქნა ის ოფიციალურად დამატებული FBI-ის ყველაზე ძებნილთა ათეულში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. თავდაპირველად სააგენტომ $3 მილიონ ჯილდო დააწესა მის დაკავებამდე მიმხვანი ინფორმაციისთვის, რომელიც შემდეგ $5 მილიონ გაიზარდა. ეს მიმალვაში მყოფი ძებნილი რამდენიმე ფსევდონიმით არის ცნობილი და დაიბადა 1988 წლის 22 თებერვალს. ის ვენესუელის მოქალაქეა და აქვს შავი თმა და ყავისფერი თვალები. ნომერი 17. 2023 წლის 21 მაისის საღამოს Stars Bar and Grill მძიმე დანაშაულის ადგილად იქცა. მკვლელობა, რომელმაც 2 თანამშრომელი იმსხვერპლა და 1 მძიმედ დაჭრა. იმ ღამეს ვაშინგტონელი მამაკაცი Samuel Ramirez უმცროსი დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა. ის რაც ბარში ჩვეულებრივ ვიზიტად დაიწყო, მოულოდნელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოხსენებების მიხედვით, ერთ-ერთმა სტუმარმა შენიშნა, რომ Ramirez-ი ცეცხლსასროლი იარაღს ატარებდა და არასასურველ ქცევას ავლენდა. კლიენტმა სწრაფად აცლობა ბარის თანამშრომლებს, Katie Dunks და Jessica Hans. ორივემ Ramirez იარაღისა და მისი ქცევის გამო დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. სადგომზე დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა Ramirez-თან, რომელმაც როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ქალს შეუტია. კიდევ ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, სცადა ჩარევა და Ramirez-ი ძირს დასცა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მიწაზე ბრძოლის შემდეგ მან თქვა, რომ ბრძოლა დასრულდა და სტუმარმა იგი გაათავისუფლა. მაგრამ ამის შემდეგ Ramirez-მა იარაღი ამოიღო და მის გარშემო მყოფებზე სროლა დაიწყო. Katie და Jessica დაიღუპნენ, რადგან მათზე რამდენჯერმე პირდაპირ ისროლეს. მესამე მსხვერპლი, კლიენტი, რომელმაც მისი შეჩერება სცადა, 9 ჯერ ესროლეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ჭრილობით ხელზე გადარჩა. მოვლენების შემდეგ Ramirez-ი ვაშინგტონიდან გაიქცა და არიზონას ქალაქ Lake Havasu-ში აღმოჩნდა. იქიდან სამართალდამცველები მის კვალზე იყვნენ. მათ აიძულეს იგი ტიხუანაში, მექსიკაში წასულიყო, სადაც 23 მაისს ჩავიდა. მეორე დღეს მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა, ხოლო King County მას პირველი ხარისხის კვლელობა, მეორე ხარისხის კვლელობა და პირველი ხარისხის კვლელობის მცდელობა წაუყენა ბრალად. შემდეგი 2 წლის განმავლობაში საქმეში არანაირი განვითარება არ ყოფილა. თითქოს Ramirez-ი დამალვაში იყო. მაგრამ შემდეგ 2025 წლის ნოემბერში ფედერალური დაპატიმრების ორდერი გაიცემა გაქცეულისთვის. მას ბრალად წაუყენეს უკანონო გაქცევა სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. დეკემბერში FBI-მ გამოაცხადა $25,000 ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაკავებას შეუწყობდა ხელს. 2026 წლის 10 მარტს Samuel Ramirez უმცროსი დაემატა FBI-ის ყველაზე ძებნილთა სიას. სააგენტომ ჯილდო გაზარდა $1 მილიონ. შემდეგ კი სასწაულებრივად სიაში შეყვანიდან მხოლოდ 1 საათსა და 13 წუთში Ramirez-ი დააკავეს. ის დააკავეს კულიაკანში, სინალოაში, მექსიკაში და დაამყარა რეკორდი ყველაზე სწრაფად დაკავებულად FBI-ის ყველაზე ძებნილთა სიაში მოხვედრილთა შორის. 33 წლის Ramirez-ი მას შემდეგ ვაშინგტონში ჩამოვიდა, სადაც მას King-ის ოლქში მკვლელობის ბრალდებით წაუყენებენ ბრალს. ეს დაპატიმრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია Jessica Hanisა და Kathy Dunks მსხვერპლთა ოჯახებისთვის სამართლიანობის მიღწევის გზაზე და საშუალებას მისცემს ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებას შრება იგრძნონ. ნომერი 16. Tren de Aragua, ვენესუელაში ყველაზე ძლიერი ადგილობრივი კრიმინალური ორგანიზაცია, ბოლო წლებში წარმატებით გააფართოვა თავისი გავლენა კოლუმბიაში, პერუში და ჩილეში. ამ ბანდამ ძირეულად შეცვალა ადგილობრივი კრიმინალური გარემო და რამდენიმე ქვეყანაში სამართალდამცველების დიდი ყურადღება მიიპყრო.
თუმცა ეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მარტო არ მოქმედებს. არსებობენ არაოფიციალური წევრები, რომლებიც მათ საჯარო ინფორმაციას აწვდიან, რათა მათი უკანონო საქმიანობა გაგრძელდეს და ბან დაახვალდეს. Trendy Araguas დასამარცხებლად განახლებული ძალისხმევის შედეგად ხელისუფლებამ გამოავლინა მრავალი ადამიანი, რომლებიც მხარს უჭერენ კრიმინალურ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წევრებად არ ითვლებიან, ისინი ეხმარებიან გაქცეულებს. რამდენიმე ადამიანს ეჭვმიტანელთა სიაში ჩაუწერეს სახელი, ხოლო სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რომ ისინი იპოვონ და უკანონო ოპერაციები დაშალონ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ანიბალ ალექსანდერ კანელიონ აგირე, 59 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალადდება ბანკომატებიდან ფულის უკანონოდ გამოტანის სქემის ხელმძღვანელობა, რომელიც დაკავშირებულია Trendy Araguasთან. ბანკომატებიდან ფულის უკანონო გამოტანა სერიოზული და დახვეწილი კიბერფიზიკური დანაშაულია, რომლის მიზანია ბანკომატების ფიზიკური და პროგრამული სისუსტეების გამოყენება. დანაშაულებრივი ქმედება იწვევს იმას, რომ ბანკომატი გასცემს მეტ ნაღდ ფულს, რაც კრიმინალებს აძლევს საშუალებას მოიპარონ ბანკომატის ნაღდი ფულის რეზერვები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მსხვერპლის ანგარიშის ბალანსთან. ქურდები, რომლებიც შეუმჩნევლად რჩებიან, შესაძლოა ბანკომატში არსებული მთელი ნაღდი ფული წაიღონ. აგირე სავარაუდოდ პასუხისგებელია ამ სქემის საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებაზე. მან შეერთებულ შტატებში ჯგუფები გაგზავნა, რათა რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტიდან მილიონობით დოლარი მოეპარათ. ამ საქმიანობით მიღებული ფული შემდეგ ვენესუელურ ბანდას მიეწოდებოდა, რომელიც უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. FBI-ის მიხედვით აგუირმა და სხვებმა ეს ბანკომატების გაქურდვის სქემა 2024 წლის იანვრიდან ახორციელეს, როდესაც ბანკომატებში მაუნე პროგრამა დააყენეს და არალეგალური თანხის გატანა მოახდინეს. შემდეგ ეს ნაღდი ფული რთული ფულის გათეთრების ქსელის გავლით იგზავნება და მალევე აღწევს ბანდის ფინანსისტებამდე. მოხსენებების მიხედვით აგუირეს მეტსახელად პრომეთე ან ინჟინერი შეაქვეს. ამ გაქცეულისთვის ფედერალური დაპატიმრების ორდერი 2025 წლის დეკემბერში გაიცა. ის FBI-ის 10 ყველაზე ძებნილი პირის სიაში მიმდინარე წლის 12 მარტს შეიტანეს. მას ბრალადდება საერთაშორისო შეთქმულების ხელმძღვანელობა, რომლის მიზანიც იყო შეერთებული შტატების მილიონობით დოლარის მოპარვა ბანკომატების გაქურდვის გზით. FBI-მ პირველად თებერვალში გაავრცელა გაფრთხილება ამგვარი სკანდალების ზრდასთან დაკავშირებით, მხოლოდ 2025 წელს 700-ზე მეტი ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალმა $20 მილიონ გადააჭარბა. აგუირე მხოლოდ ერთია იმ 93 Trendy Araguas წევრს, მხარდამჭერსა და ლიდერს შორის, რომლებსაც იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. კერძოდ ბანკომატების გაქურდვასთან დაკავშირებით. ბანკომატის თაღლიც შეიარაღებულად და საშიშად მიიჩნევენ, ხოლო FBI მის დაჯერაში დამხმარე ინფორმაციისთვის $1 მილიონ სთავაზობს. აგუირე აღწერილია როგორც ვენესუელაში დაბადებული მამაკაცი, რომლის სიმაღლეა 5 ფუტი და 5 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 190 ფუნტია. მას აქვს შავი და ნაცრისფერი თმა და ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაეცეს პირდაპირ FBI-ს. ნომერი 15. არმინ მოინი, შვედეთის მოქალაქე, დაიბადა 1991 წლის ივნისში. მისი წარსულისა და აღზრდის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ რაღაც მის ცხოვრებაში დანაშაულებრივ გზაზე დააყენა. მოინი, რომელსაც სამართალდამცველები ნეროს უწოდებენ, იდენტიფიცირებულია როგორც მთავარი ფიგურა კრიმინალურ ორგანიზაციაში, რომელიც ცნობილია ნეროს ქსელის სახელით. ეს კრიმინალური ორგანიზაცია ჩართულია ფართომასშტაბიან უკანონო საქმიანობაში, მათ შორის ნარკოტიკების მასშტაბურ გაყიდვაში, ტრაფიკინგსა და ფულის გათეთრების ოპერაციებში, რომლებიც მთელ ევროპაში მიმდინარეობს. მოინის როლმა ორგანიზებულ დანაშაულში წარმოაჩინა მასშტაბი და სირთულე, რომელსაც თანამედროვე კრიმინალური ქსელები იძენენ. მისი საქმე ასახავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის მძიმე დანაშაულებს, არამედ იმ სერიოზულ გამოწვევებსაც, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები აწყდებიან გლობალური ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოინი, რომელიც ახლა 34 წლისაა, ევროპის ყველაზე ძებნილთა სიაში. 23 მარტს წელს შეიყვანეს, მაგრამ პოლიცია მის დაკავებას რამდენიმე წელია ცდილობს. მოინის ძებნა 6 წლის წინ, 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც სამართალდამცავებმა სტოკჰოლმში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სავალუტო ოფისი დაარბიეს. მაგრამ სწორედ World Exchange-ის ამ ფარულ ოფისში ასობით მილიონი ნარკოტიკებისგან მიღებული შემოსავალი ირეცხებოდა. 16 კრიმინალური ქსელი, მათ შორის Warby, იყო ჩართული სულ მცირე 220 მილიონ კრონასთან ერთად. და ამ ყველაფრის უკან მოინი იდგა. ნეროს ქსელის სავარაუდო ლიდერი, ეჭვმიტანილი ბოსი, დააღწია თავი დაპატიმრებას და ახლა მიიჩნევა, რომ შვედეთის ფარგლებს გარეთ მოქმედებს. მოინის საქმის მთავარი გაუნძიებლის, მაგნუს სიორდერლუნდის თქმით, მხოლოდ წელიწადნახევარში გაქცეულის ანგარიშზე 88 მილიონი კრონა გაიარა. კრიმინალურმა ორგანიზაციამ სრულებადობა მოიპოვა გამოძიებების შედეგად, რომლებიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ ევროპულ დაშიფრულ საკომუნიკაციო ქსელთან და სერვისის მომწოდებელთან, სახელად EncroChat.
Encrochat-ი მხოლოდ ნეროს არ იყენებდა, არამედ ეს სისტემა ასევე გამოიყენებოდა რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ უკანონო საქმიანობის გასაადვილებლად. მას ორგანიზებული დანაშაულის LinkedIn-ს უწოდებენ და კრიმინალებს აწვდიდა მოდიფიცირებულ Android ტელეფონებს, დაცული მესიჯებით, VoIP-ით და სპეციალური პანიკის შემთხვევაში მონაცემების წაშლის ფუნქციითაც კი. 2020 წელს ოპერაცია ემას ფარგლებში საერთაშორისო სამართალდამცავებმა შეძლეს ქსელში შეღწევა და მისი დაშლა. მილიონობით შეტყობინებაზე ცდომის შემდეგ 6500-ზე მეტი ადამიანი დააგავეს. ხელისუფლებამ ამოიღო 900 მილიონი ევრო ნაღდი ფული, ნარკოტიკები და იარაღი. ამ შეტყობინებების მეშვეობით მოინი ამოიცნეს როგორც ნერო, რომელიც როგორც ვარაუდობენ, მოქმედებდა როგორც ლიდერი და კოორდინატორი, ზედამხედველობდა ნარკოტიკების გარიგებებს და უზრუნველყოფდა ფინანსური ნაკადების მართვას. ამბობენ, რომ მისი კრიმინალური ორგანიზაცია ნარკოტიკებს ნიდერლანდებიდან იღებდა. ამ ძებნიუ პირს საკანებული აქვს ბრალდება ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ტრაფიკინგში, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის გათეთრებაში. მოინი, რომელიც ცნობილია როგორც ნერო, დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით ესპანეთსა და დუბაისთან. იგი ითვლება შეიარაღებულად და საშიშად. ის საუბრობს ინგლისურად და შვედურად. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი. აქვს ყავისფერი თვალები და ყავისფერი თმა. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს წვერ ულვაში. ძებნილის ფოტო აღებულია 2018 წლის პასპორტიდან და სავარაუდოდ მას შემდეგ მისი გარეგნობა შეიცვალა. ნომერი 14. ალექსანდრე კუქსოვი, სემიონ კუქსოვის უმცროსი ძმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მალტის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილეობის გამო გაასამართლეს, დაემატა ყველაზე ძებნილთა სიას. ალექსანდრე რუსი მამაკაცი, ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტოს ყველაზე ძებნილთა სიაში. მიმდინარე წლის 16 თებერვალს სწორედ იმავე დანაშაულისთვის შეიყვანეს როგორც მისი უფროსი ძმა, ფულის მასშტაბური გათეთრება კრიმინალური ქსელისთვის. 23 წლის მამაკაცს სავარაუდოდ აქვს მალტის ოქროს პასპორტი, მოქალაქეობა, რომელსაც მდიდარი უცხოელები ევროკავშირის გარედან ყიდულობენ. ესეთი პასპორტი მფლობელს საშუალებას აძლევს იცხოვროს, იმუშაოს და იმოგზაუროს თავისუფლად ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. 2025 წელს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეობის ასეთი გზით გაფიდვა არალეგალურია. თუმცა ალექსანდრე კვლავ ფლობს ოქროს ბილეთს, რომელიც 27-მდე ქვეყანაში მოქმედებს. ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტოს განცხადებით, ახალგაზრდა გაქცეული ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში იყო ჩართული და მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მილიონობით ფუნტის უკანონო ფულის გადატანაში. ეს შემთხვევა სავარაუდოდ 2022 წელს მოხდა, როდესაც ალექსანდრე მხოლოდ 19 წლის იყო. იმ წელს ხელისუფლებამ გამოავლინა მსხვილი დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოპერირებდა როგორც ნაღდი ფულით, ასევე კრიპტოვალუტით. გამოვლენა შესაძლებელი გახდა ოპერაცია დესტაბილიზაციის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეროვნული დანაშაულის სააგენტო. 3 წლის განმავლობაში გამოავლინა მასშტაბური ფულის გათეთრების სქემა, რომელთანაც ალექსანდრე პირდაპირ არის დაკავშირებული. ეს სქემა დაკავშირებულია სამხრეთ ამერიკის კარტელებთან, კინაჰანის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან და რუსულ ჯაშუშობამდეც კი. საფრანგეთის, ფინეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ნიდერლანდების, შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავი ორგანოები NCA-სთან ერთად მუშაობდნენ ამ სქემის გამოსაძიებლად. 3 წლის შემდეგ ოპერაციის დაწყებიდან ხელისუფლებამ გამოაკვარტნა გამოძიების ამ ეტაპის შედეგები. ანგარიშების მიხედვით, ოპერაცია დესტაბილიზაციის ფარგლებში ამ სქემასთან კავშირის გამო 84-მდე ადამიანი დააგავეს. მათგან 71 ადამიანი დიდ ბრიტანეთში დააგავეს. 6 პირი, ძირითადი ფულის გათეთრების ქსელები და რამდენიმე კომპანია სანქცირებული იყო შედეგად. 700 მილიონი ფუნტის ღირებულების ნარკოტიკების გაკიდვებიდან 20 მილიონი ფუნტი ამოღებული იქნა ამ ძალისხმევის შედეგად. პროექტმა წარმოაჩინა თუ როგორ იყენებენ კრიმინალური ორგანიზაციები თანამედროვე ფინანსურ სისტემას, მათ შორის კრიპტოვალუტას. რაც მათ საშუალებას აძლევს დაფარონ უკანონო სახსრების წარმოშობა. ალექსანდრე და მისი ძმა ორივე ითვლებიან იმ პირებად, ვინც კოორდინაციას უწევდა კურიერებს უკანონო ნაღდი ფულის გადასატანად. ასევე ბრალდებულნი არიან იმაში, რომ ხელი შეუწყეს მისი გადაყვანა სხვა ფორმებში, მაგალითად კრიპტოვალუტაში, რაც კიდევ უფრო ართულებდა მის კვალზე გასვლას. სემიონის დაპატიმრებამ და შემდგომა პატიმრობამ საბოლოოდ ალექსანდრე უკანონო ოპერაციის გაგზელების სათავეში დატოვა. იმ დროს, როდესაც ის ყველაზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს, გაქცეული 6 ფუტი და 6 ინჩი სიმაღლის იყო და დაკუნთული აღნაგობა ჰქონდა. მას აქვს ღია ფერის თმა, რომელიც მოკლედ აქვს შეჭრილი და ფერმკრთალი კანი. ალექსანდრე კუქსოვის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ჩანს, მისი ოქროს პასპორტი ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა მასზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული და მოქალაქეობა ჯერ არ გაუუქმებიათ. მაგრამ მისი მოგზაურობის გეგმები გარკვეულწილად ჭრილად შეზღუდულია. ნომერი 13.
ყოფილი შვედი რეპერი თუნისური წარმოშობით სასცენო სახელით მოგლი დაიბადა უპლანსბროში, სტოკჰოლმის ოლქში 1998 წლის 24 აპრილს. მისი სახელი მოდის პერსონაჟ მოგლისგან, ჯუნგლების წიგნიდან. მისმა მეგობრებმა ასე შეარქვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის პერსონაჟს ჰგავდა. რეპერმა დებიუტი გააკეთა 50-სთან ერთად, რომელიც ასევე შვედი რეპერია Singlet Problem 2020 წელს. სიმღერის გამოშვებასთან დაკავშირებით მათ ასევე შექმნეს ჰიპ-ჰოპ კოლექტივი სახელად Levitt Lekiar Music. მათი მუსიკალური კარიერა კარგად მიდიოდა 2021 წლამდე. როდესაც ორივე პირი დააგავეს და მსჯავრი დასდეს ნარკოტიკული საშუალების დამამძიმებელ გარემოებაში ფლობისთვის. მოღლი, რომლის ნამდვილი სახელია მოჰამედ რაშიდ, მოდი 1 წლითა და 10 თვეთი თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა. მაგრამ მან გაასაჩივრა და მოგვიანებით გამართლდა. Pift, რომლის ნამდვილი სახელია Rahman Ephraim Gidey, მიიღო 2 წლის და 10 თვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთით. 2022 წლისთვის მოჰამედმა დაასრულა თავისი მუსიკალური კარიერა და Instagram-ის გვერდზე დაწერა: "მუსიკა სახალისოა, მაგრამ ამაზე მეტი არაფერია." მუსიკალური კარიერის შემდეგ მოჰამედი კრიმინალურ გზას დაადგა და შვედეთის ბანდის კრიმინალად დასახელდა, რომელიც რამდენიმე სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ის კრიმინალური ორგანიზაცია Bridge Network-ის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც მჭიდრო მოკავშირეა Foxtrot Network-ის, შვედეთში დაფუძნებული ცნობილი ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის. Foxtrot დაკავშირებულია წამყვან ნარკოტიკების ტრაფიკინგის კრიმინალურ ჯგუფებთან. ისინი ასევე ჩართულნი არიან იარაღის ტრაფიკინგში და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩრდილოეთ ევროპაში ძალადობრივი დანაშაულის ზრდაში, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობებისა და თავდასხმების ჩათვლით. ხიდის ქსელი მდებარეობს უპლანსბროში და ძალიან დიდი ხანი არსებობს. ბოლო წლებში მისი ხელმძღვანელობა გადაიბარა უფრო ახალგაზრდა თაობამ. ბანდა დაკავშირებულია ნარკოტიკებისა და იარაღის დანაშაულებთან და მოჰამედი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული რავა მაჯიდთან, იგივე ქურთ მელიასთან. Bridge Network-ი ცნობილია, რომ ახორციელებს მაღალი პროფილის ძალადობრივ ქმედებებს რავა მაჯიდის სახელით. ძალადობრივ დანაშაულებში შედის შეკვეთილი მკვლელობები და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მოჰამედის ძმა იასინ ასევე არის კრიმინალური ჯგუფის წევრი და ამჟამად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია. ხელისუფლებამ ჯგუფის რამდენიმე წევრი უკვე გამოავლინა, რომელთაგან ზოგი უკვე დაკავებულია. მოჰამედს იცნობენ როგორც Bridge Network-ის იერარქიის საშუალო რგოლის წევრს, თუმცა მისი ზუსტი როლი ამ ჯგუფში უცნობია. ის დაემატა ევროკავშირის ყველაზე ძებნილ პირების სიას, მიმდინარე წლის 12 მარტს. ბრალდებულია ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობაში, მკვლელობაში, მძიმე სხეულის დაზიანებაში, მკვლელობის მომზადებაში, მკვლელობის ჩადენაზე შეთქმულებაში და განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკულ დანაშაულში. მოჰამედ რაშიდ მოდი, 27 წლის. ის შვედეთის მოქალაქეა და მხოლოდ შვედურად საუბრობს. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 9 ინჩი. აქვს ხავისფერი თვალები და მუქი თმა. ორივე ხელზე აქვს დაბადების ლაქები და ითვლება შეიარაღებულად და საშიშად. ნომერი 12. Richard James Shuleri, ამერიკელი მამაკაცია, რომელიც უმეტესობისთვის ცნობილია როგორც Richard Harty. ეს სახელი შესაძლოა კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის ნაცნობად ჟღერდეს. Shuleri არის Hexis, ეთერიუმზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის საკამათო დამფუძნებელი. ის საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც მაღალი სარგებლის მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატი და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ შემოსავალი ტოკენების სტეიკინგით, ხოლო მაინერებს ან ვალიდატორებს არ აჯილდოებს. Shuleris კრიპტოვალუტის შექმნა დიდ სტეიკინგის სარგებელს პირდებოდა მომხმარებლებს, თუმცა მასთან დაკავშირებული თაღლითობის გამო სერიოზული შემოწმების საგანიც გახდა. აშენტოშის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის SEC მიხედვით, Shuleri პასუხისმგებელია Hexis გამოყენებით დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასა და თაღლითობაში, რაც კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების მკვეთრ ვარდნას გამოიწვია. მხოლოდ ერთ კვირაში ტოკენის ღირებულება 30%-ით დაეცა და 0.0029-მდე ჩამოვიდა. 2024 წლის დეკემბერში ინტერპოლმა ფინეთის მოთხოვნით Hexis დამფუძნებლის დასაკავებლად წითელი ცირკულარი გასცა, რამაც ექსტრადიციის პროცედურები გამოიწვია. 2026 წლის 9 თებერვალს Shuleri ევროპის ყველაზე ძებნილ პირების სიაში დაემატება და ფინეთის მიერ ძებნილად გამოცხადდება. მას ბრალადდება თაღლითობა, მათ შორის ისეთი, რომელიც ევროპის გაერთიანებების ფინანსურ ინტერესებს აზიანებს. ამასთან ერთად Shuleri ასევე არ იხდის გადასახადებს, არ ასრულებს გადასახადებთან დაკავშირებულ კანონით დადგენილ ვალდებულებებს. რამდენიმე წლის განმავლობაში არ წარუდგენია ბიზნესის საგადასახადო დეკლარაციები და არ მიუთითებია თავისი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ შევსებულ პირად საგადასახადო ფორმებში. სულ იმ გადასახადების ოდენობა, რომელიც მან აირიდა, 100 მილიონ ევროს აღწევს. როგორც Daily Planet Daily იუწყება, ფინეთის პოლიციამ მას შემდეგ Hexis დამფუძნებლისგან ჩამოართვა ძვირადღირებული საათები, რომელთა ღირებულება თითქმის $3 მილიონი. სავარაუდოდ გაქცეულმა Hextan მიღებული შემოსავლებიდან $12 მილიონ მეტი დახარჯა ძვირადღირებულ ნივთებზე, მათ შორის საათებზე, სპორტულ მანქანებზე და 5 კარატიან ბრილიანტის პეჭედზე.
მას შემდეგ ის ვიდეოებში გამოჩნდა, სადაც ამაღად აჩვენებს Louis Vuitton-ის кейსებს, რომლებშიც ათეულობით საათია მოთავსებული და ამტკიცებს, რომ მათი ღირებულება 9 მილიონ ევრომდეა. შულერმა არა მხოლოდ თაღლითობა ჩაიდინა და გადასახადებს თავი აარიდა, არამედ ის ასევე იძებნება იმის გამო, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცნობების თანახმად, შულერმა მსხვერპლი თმით დაკაჩა და რამდენჯერმე დაარტყა. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს შულერმა X-ზე გაურკვეველი შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნა, რომ იძებნება და თქვა, მთელი ცხოვრება მომავლისთვის ვემზადებოდი, ველოდ იმას, ვქმნით იმას. ესე დაცულად არასდროს მიგრძნია თავი და მომავლის მოლოდინი მახარებს. მან დაამატა: სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა გეძებენ, ვერაფერი შეაჩერებს იდეას, რომლის დროც დადგა. Richard James Shuler შეიძლება მოქმედებდეს ფსევდონიმით Richard Harty. ის ამერიკის მოქალაქეა და ინგლისურად საუბრობს. ის ახლა 46 წლისაა და ბრალდებები წაკნებული აქვს როგორც ფინეთში, ასევე შეერთებულ შტატებში. ნომერი 11. 2014 წლის აგვისტოში 31 წლის Wu Kevin Heone, მისი 28 წლის ძმა Wyatt Heone და მესამე უცნობი პირი ფილადელფიაში, პენსილვანიაში გაიტაცეს. პირადობის დამფარავი ნიღბის უკან Trung Duc Louis მალებოდა. ყველა სამი მამაკაცი მას იცნობდა. სავარაუდოდ მისთვის $300,000 ემართათ დაუზუსტებელი ნარკოტიკების ვალის გამო. ამობენ, რომ ლუ მამაკაცები გაიტაცა და წამების პირობებში ამყოფებდა. Kevin და Wyatt შემდეგ შუკილის მდინარესთან წაიყვანეს, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს, ცემენტით დაამძიმეს და მდინარეში ჩაუშვეს. მესამე მამაკაცი თავდასხმას გადაურჩა და გაიქცა. ლუ სწორედ გატაცებისა და მკვლელობის გამო მის მიმართ ფედერალური დაკავების ორდერი გაიცა 2019 წელს. და 2026 წელს FBI-ს 10 ყველაზე ძებნილი პირის სიაში 529-ად შეიყვანეს. ბრალდებებით, გატაცების ჩადენაზე შეთქმულება და გატაცების 3 ეპიზოდი. მას ასევე ედება ბრალი სხვა მძიმე დანაშაულებშიც, მათ შორის რეკეტში დახმარების მიზნით შტატებს შორის მოგზაურობაში. კრედიტის გამოძალვით ამოღება, კანაფის გავრცელების შეთქმულება და დახმარება და ხელშეწყობა. იგი მიიჩნევა BTK ქუჩის ბანდის წევრად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კანალის ბიჭები. ლუ დაიბადა ვიეტნამში და მოზარდობის ასაკში გადავიდა შეერთებულ შტატებში. მას მჭიდრო კავშირები აქვს ნიუ-იორკთან, სადაც ერთ დროს კუინსის რაიონში ცხოვრობდა. FBI-ს ფილადელფიის ოფისის ხელმძღვანელი, სპეციალური აგენტი Wayne A. Jacobs-ი აღნიშნავს, რომ სააგენტო მტკიცედ არის მზად ლიუ სამართლის წინაშე წარადგინოს. მისი თქმით, სააგენტო და მისი პარტნიორები გააგრძელებენ ყველა რესურსის გამოყენებას, რათა იპოვონ და დააკავონ იგი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ან სად ეცდება დამალვას, FBI მას მაინც დაედევნება, სანამ არ დააკავებენ და მსჯავრს დასდებენ. ლუ საუბრობს როგორც ვიეტნამურად, ასევე ინგლისურად. მას აქვს რამდენიმე ტატუ სხეულზე, მათ შორის დრაკონი ზურგის შუაში და დიდი ასოებით წარწერა Asian Pride მის ზემოთ. მას მაცხენე მკერდზე უცნობი ტატუ აქვს, ხოლო ორივე ზედა მკლავი ძლიერად აქვს დატატუებული. მის მკლავებზე გამოსახულია დრაკონი, ფჩხალის დიზაინი და ვეფხვი. მის შესახებ გამოქვეყნებული ძებნის პოსტერის მიხედვით, ის დაიბადა 1980 წლის 1 ოქტომბერს, რაც მას 45 წლის ხდის. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა 140 ფუნტი. მას აქვს შავი თმა და ყავისფერი თვალები და ვიეტნამის მოქალაქეა. სააგენტო მის დაჯერაში დამხმარე ინფორმაციისთვის $1 მილიონ ჯილდოს სთავაზობს. FBI სთხოვს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ სიაში მოცემულ რომელიმე გაქცეულზე, დაუკავშირდეს ადგილობრივ FBI-ს ოფისს, ან უახლოეს ამერიკის საელჩოს ან საკონსულოს. ვინც ფლობს ინფორმაციას, შეუძლია დაუკავშირდეს FBI-ს ნომერზე 1-800 call FBI ან 1-800-225-5324. ანონიმური მინიშნებების გაგზავნაც შესაძლებელია ონლაინ მისამართზე tips.fbi.gov. ნომერი 10. დანიელა ნიკულიაკი არ იყო ადამიანი, რომელიც ისე წავიდოდა, რომ იმისთვის არ ეთქვა სად მიდიოდა. ამიტომ, როცა ოჯახმა და მეგობრებმა ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძებნისა, 62 წლის ქალი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. დანიელა ბოლოს ნახეს 2026 წლის 12 მარტს იმ დილით. მან დატოვა თავისი სახლი Tender Base წმინდა პატრიკის მოედნის რაიონში. თითქოს სეირნობისთვის მიდიოდა. როდესაც ის სახლში არ დაბრუნდა, მისი ოჯახი შეშფოთდა და იმავე დღეს, როდესაც დანიელა გაუჩინარდა, განაცხადეს მისი დაკარგვის შესახებ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დანიელა შესაძლოა დედას სტუმრობდა, რომელიც Lake Shore-ის დრაივის 600-იან მონაკვეთში ცხოვრობდა. მანძილი მანქანით ძალიან მოკლე იყო, მაგრამ ფეხით სავალი საკმაოდ გრძელი. პოლიციამ გადაამოწმა ვიდეოკამერების ჩანაწერები იმ მარშრუტებზე, რომლითაც დანიელა შეიძლებოდა წასულიყო და აღმოაჩინა მისი კადრები ალგომას ქუჩაზე დილის 9 საათსა და 30 წუთზე. იმ დღეს, როდესაც ის გაუჩინარდა. ჩანაწერი გამოძიებისთვის საკონძო მინიშნება იყო, თუმცა მან გამომძიებლებს პასუხგაუცემელი კითხვებიც დაუტოვა.
დანიელა ჩანაწერში მარტო მიდიოდა და როგორც აღწერენ, სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს დანიელამ ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა. ადგილმდებარეობა მის სახლიდან 3.5 კილომეტრში იყო, თუმცა რამდენი დრო დასჭირდა მას იქ მისასვლელად, ჯერ არ გახმაურებულა. დადასტურდა, რომ მან ფეხით დატოვა ადგილი, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია ითქვას, რომ შემდეგ მანქანით არ წაიყვანეს. ვიდეომ ასევე დაადასტურა, რა ეცვა დანიელას გაუჩინარების დროს. პოლიციის თქმით, ფართომასშტაბიანი ძებნა ჩატარდა ყოფილი ლეიქედის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან სენტენიელ პარკამდე. ძებნის პროცესში გამოყენებული იყო დრონები, კინოლოგიური ჯგუფები და თოლმავლები, ასევე OPP-ის საგანგებო რეაგირების ჯგუფის ვერტმფრენი. პოლიციის თქმით, ეს ტერიტორია ჰაერიდან ადვილად დასაფარი იყო, მაგრამ რთული იქნებოდა ვინმე სპოვნა, თუ ისინი ბუჩქებში იმყოფებოდნენ. დანიელა აღწერეს, როგორც სახლში ყოფნის მოყვარული და ის არ სჩვეოდა ხანგრძლივი სეირნობა. მას არ ჰქონდა ჩვეული სასეირნო მარშრუტი, რაც ართულებდა იმის დადგენას, სად შეიძლებოდა წასულიყო. მან სახლში დატოვა ყველა პირადი ნივთი, მათ შორის ტელეფონი, ფული და მანქანის გასაღებები. მისი გაუჩინარება სრულად არ შეესაბამებოდა მის ხასიათს. ის ძალიან ახლოს იყო ოჯახთან, რომელშიც შედის დედა, ქმარი, შვილები და შვილიშვილები. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, მან შვილიშვილებთან ერთად სათხილამურო მოგზაურობა მოაწყო. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც რეგულარულ მედიკამენტებს საჭიროებს და გაუჩინარების დროს ეს წამლები თან არ ჰქონდა. ცივი ამინდი ასევე აშფოთებდა მის ოჯახს. პოლიცია მოუწოდა ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე იმყოფება, იყოს ფხიზლად და ყურადღებით დააგვერდეს დანიელას ან მის ტანსაცმელს, რომელიც შესაძლოა ეცვა. შესაძლებელია, რომ ამინდის გათბობისას მას ნივთები გადაეგდო. პოლიციამ ასევე სთხოვა მოსახლეობას გადაამოწმონ სახლის უსაფრთხოების და მანქანის ვიდეო ჩანაწერები, რაც შეიძლება დაეხმაროს დანიელას გადაადგილების დადგენაში, მას შემდეგ რაც ბოლოს კამერაზე დააფიქსირეს. დანიელა აღწერილია როგორც 5 ფუტი და 4 ინჩის სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, საშუალო სიგრძის ნაცრისფერი თმით, ყავისფერი თვალებით და ხრინწიანი ხმით. ბოლოს ის ნახეს ნაცრისფერი მატყლის ქუდით, თეთრი ფლისის ქურთუკით, რომელიც ეცვა შავი ბუმბულის ქურთუკის ქვეშ, შავი შარვლით, ნაცრისფერი ხელთათმანებით და ყავისფერი ნაცრისფერი ჩექმებით თეთრი ძირით. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია დანიელას საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს Tender Base პოლიციის სამსახურს ნომერზე 807-412-00. თუ ვინმე დაინახავს დანიელას, სთხოვენ დაუყოვნებლივ დარეკოს 911-ზე. ნომერი 9. დიეტ სპენსერი უკვალოდ გაუჩინარდა, როცა ოჯახთან სტუმრობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ რაც ის ბოლოს ნახეს, 2 თვეზე მეტი გავიდა და ძალიან ცოტა მტკიცებულება ანაპოვნი, რაც ახსნიდა, რა დაემართა მას. დიეტ სპენსერი გაუჩინარების დროს 69 წლის იყო ესკალანტეში, იუდას შტატში. რამდენიმე თვით ადრე მან ქმარი თვითმფრინავის ავარიაში დაკარგა და ჯერ კიდევ ეჩვეოდა მარტო ცხოვრებას. მეტი ტრაგედია დატრიალდა 2026 წლის დასაწყისში და დიეტს კიდევ ერთ დაკრძალვაზე მოუწია დასწრება. სამწუხაროდ, იქ ვერასდროს მივიდოდა. გზავრობისას ვერნალში მან შემთხვევით მანქანის კარი გარედან ჩაკეტა და ვეღარ შევიდა. მისი სიძე ჩავიდა მასთან შესახვედრად და დაეხმარა ისევ გზაზე დაბრუნებაში. მან გადაწყვეტა რამდენიმე დღე გაეტარებინა მასთან და თავის ქალიშვილთან ერთად რენჯლიში, რომელიც საზღვის გადაღმა კოლორადოში მდებარეობს. როცა დიეტმა დატოვა, ისინი ელოდნენ, რომ ის სახლში დაბრუნებას აპირებდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რომ საპირისპირო მიმართულებით წასულიყო. მისი სიძის, შონის თქმით, მან დიეტთან ტელეფონით რამდენიმე დღის შემდეგ ისაუბრა, რაც ის წავიდა. მაშინ გაიგო, რომ ის სახლში არ დაბრუნებულიყო. დიეტის ტელეფონს ბატარეა დაუჯდა ზარის დასრულებიდან მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. დიეტი დაკარგულად გამოცხადდა. 30 იანვარს კი გამოცხადდა Silver Alert და დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ძებნა. პოლიციას აღარ შეეძლო მისი ტელეფონის გამოყენებით გადაადგილების კვალის დადგენა ბოლო ზარის შემდეგ, მაგრამ შეძლეს მისი ბარათით გადახდების მიგნება, რადგან დიეტი ბენზინსა და სასურსათო ნივთებს ყიდულობდა. მისი ბოლო დადასტურებული ნახვა მოხდა 26 იანვარს. როდესაც დიეტი იუთას პრაისის რაიონში მდებარე Walmart-ში იმყოფებოდა. პოლიციამ გამოაქვეყნა მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ დიეტი მარტო ყიდულობს პროდუქტებს. ბოლოს მისი ბარათი საწვავის შესაძენად კოლორადოს Grand Junction-ის რაიონში გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ პრაისში მისასვლელად ალბათ ჯერ სახლში, ესკალანტეში დაბრუნების გზას დაადგებოდა, შემდეგ კი ჩრდილოეთით გადაუხვევდა, ნაცვლად იმისა, რომ გზატკეცილზე გაეგზელებინა გზა. თავდაპირველად მის ოჯახს ეგონა, რომ სადღაც გაჭედილი იყო. შეშფოთებულები იყვნენ, რომ მისი მანქანა თოვლის გროვაში ან მსგავს ადგილას იყო გაჭედილი და მას დახმარება სჭირდებოდა. დიცის ბოლოს ნახვიდან 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ მისი მანქანა კარბონის ოლქის შორეულ ტერიტორიაზე იპოვეს. კომუნალური კომპანიის თანამშრომელი ამ რაიონში ჭაბურღილებს ამოწმებდა, როდესაც მიტოვებულ მანქანას წააწყდა. თავდაპირველად დიცის ოჯახი ფიქრობდა, რომ ეს მათი ტანჯვის დასასრული იქნებოდა. მანამდე კარბონის ოლქი სამძებრო ჯგუფის ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, მაგრამ მანქანის პოვნის შემდეგ ძალისხმევა ამ ტერიტორიაზე გადაერთო. არ ჩანდა, რომ დიცი მანქანიდან შორს წასულიყო, მაგრამ მისი პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.
მისი ოჯახის თქმით, არ არსებობს ცნობილი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მის გაუჩინარებას ახსნიდა. შონმა მედიას უთხრა, რომ როცა გაიგო, სახლში პირდაპირ არ დაბრუნებულა. უნდოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ დაეკითხა. მას არ იცოდა, უბრალოდ დაიკარგა თუ არ უნდოდა ცარიელ სახლში დაბრუნება. შესაძლოა მოგზაურობა დაიწყო იმით, რომ დიეტმა სახლისკენ გრძელი გზა აირჩია და გზაში დაიკარგა. პოლიცია კვალაც მიმართავს საზოგადოებას, რომ მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც დიეტი ბოლოს ნახეს. დიეტს აღწერენ როგორც 5 ფუტი და 2 ინჩი სიმაღლის, თეთრი თმითა და მწვანე თვალებით. ბოლოს ის ნახეს, როცა მართავდა თეთრ 2010 წლის Buick LeSabres, Utah-ს სანომრე ნიშნებით, რომელიც მას შემდეგ იპოვეს. ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს გარფილდის ოლქის შერიფის ოფის ნომერზე 43556762626. ნომერი 8. პავან გარემ ახლახან დაიწყო თავისი ცხოვრების ახალი ეტაპი, როდესაც 2026 წლის მარტში უკვალოდ გაუჩინარდა. მან არ დატოვა არანაირი კვალი იმის შესახებ, სად მიდიოდა ან რა დაემართა. პავანი ახლახან იყო ნებრასკა ლინკოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტურის კურსდამთავრებული და გაუჩინარების დროს ჯერ კიდევ ლინკოლნში ცხოვრობდა. ის წარმოშობით ნეპალიდან იყო და მისი ოჯახი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა. მან წლები გაატარა ელექტროინჟინერიის შესწავლაში და უნივერსიტეტში კვლევით ასისტენტად მუშაობდა. 2025 წლის თებერვალში მისი დისერტაცია ფიზიკასა და ჩაშენებულ ნეირონულ ქსელებზე ჟურნალ Neurocomputing-ში გამოქვეყნდა. ერთი თვის შემდეგ მან დისერტაცია დაიცვა და დოქტორის ხარისხი მიენიჭა. LinkedIn-ზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ეს ერთი თავის დასასრული იყო, მაგრამ ახალი საინტერესო თავის დასაწყისი, სადაც მის წინ მრავალი შესაძლებლობა გაიხსნა. მას შემდეგ პავანმა უნივერსიტეტში კვლევა გააგრძელა და თავის სამეცნიერო ხელმძღვანელთან კავშირი არ გაუწყვეტია. 2026 წლის 16 მარტს პავანს თავის სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. როდესაც პავანი შეხვედრაზე არ მივიდა, მისმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მალე პავანის საყვარელმა ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მისგან არავის არაფერი სმენოდა და პირადად 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ ენახათ. მისმა მეგობრებმა ამერიკაში ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და განაცხადეს, რომ პავანი დაკარგულია. მისმა ოჯახმა ნეპალში ამერიკის საელჩეს მიმართა, რის შედეგადაც გამოძიება საერთაშორისო ძალისხმევად იქცა. ბოლო შემთხვევა, როცა პავანი პირადად ნახეს, იყო 1 მარტი. მან ნებრასკაში თავის ბინათფლობელს უთხრა, რომ ცოტა ხნით მიდიოდა, მაგრამ 2 კვირაში დაბრუნებას აპირებდა. იმ დროს არაფერი უცნაური არ ჩანდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მანქანა ტენესიში შენიშნეს. მანქანა იყო შავი Honda Civic-ი. უკანა მხარეს თავის ქალის სტიკერით და წინა მხარეს რბოლის ზოლებით, რაც მას გარკვეულწილად ცნობაც ხდიდა. 1 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, 11 მარტს, მანქანა კვლავ შენიშნეს მილტონში, ფლორიდაში. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ვინმემ პავანთან ისაუბრა. მან ნეპალში თავის მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ კარგად იყო. თუმცა უცნობია, ეს მისი ოჯახთან ჩვეულებრივი დაკავშირება იყო თუ არა. ამის შემდეგ კიდევ 5 დღე გავიდა, სანამ ვინმე მიხვდა, რომ ის დაკარგული იყო. მხოლოდ 24 მარტს ჩაატარეს პოლიციელებმა პავანის ბინის ჩრეკა ლინკოლნში. მოხსენებების მიხედვით, მათ იქ არაფერი საინტერესო არ იპოვეს და არც არაფერი, რაც ახსნიდა, რა დაემართა დაკარგულ კაცს. 3 დღის შემდეგ მისი მანქანა პენსაკოლას სანაპიროზე იპოვეს, რომელიც შტატის ჩრდილოეთში მდებარე პოპულარული ტურისტული ადგილია. ეს ადგილი დაახლოებით 35 წუთის სავალზეა იმ ადგილიდან, სადაც პავანის მანქანა 11 მარტს შენიშნეს. მაგრამ მაშინვე არ იყო ნათელი, რამდენი ხანი იდგა ის პენსაკოლას სანაპიროზე. პირველი საინფორმაციო ანგარიშები მანქანას მიტოვებულად აღწერდა. მანქანის პოვნასთან ახლომდებარე ტერიტორიის, მათ შორის წყლის, ძებნამ არავითარი კვალი არ გამოავლინა. მას შემდეგ, რაც მანქანა აღმოაჩინეს, საქმეში ახალი ინფორმაცია არ გამოჩენილა. პავანის ოჯახი და მეგობრები ნეპალში სოციალურ მედიას მიმართავენ, რათა საქმის მიმართ ყურადღება გაამახვილონ, ვიდეოებით, რომლებიც მოვლენების ქრონოლოგიას აჩვენებს. პავანის საქმე ბევრად უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. არ არის ცნობილი, რატომ მიემგზავრებოდა იგი ფლორიდაში და სად იმყოფებოდა იმ 1 კვირაში ტენესიში, მისი დანახვიდან ფლორიდაში გამოჩენამდე. მაგრამ საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზეა. პავანი მუცლის ოპერაციის შემდეგ გამოჯამთელების პროცესში იყო მისი გაუჩინარების დროს. შესაძლოა მას მედიკამენტები სჭირდებოდეს. მისი აღწერილობით პავანი არის 5 ფუტი და 8 დუიმის სიმაღლის. იწონის 150 ფუნტს. მას აქვს შავი თმა და შავი თვალები. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს ნებრასკას დაკარგულ პირთა ცენტრალურ ბიუროს ნომერზე 1877441567. ნომერი 7. ოკლენდში მცხოვრებლებმა ემი ჰილიარდი აღწერეს, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი და ისეთი ადამიანი, ვისთანაც ყოველთვის შეეძლოთ მისვლა, როცა დახმარება სჭირდებებოდათ. მას შემდეგ, რაც ემი მარტში გაუჩინარდა, ადგილობრივები გაერთიანდნენ, რომ დაეხმარონ დაკარგული ქალის სახლში დაბრუნებაში. ემი ფარლის ხავის მაღაზიების თანამფლობელია. მას ხშირად ნახავდით კაფეს ოკლენდში მდებარე ფილიალში.
ის ასევე მართავდა საკუთარ წარმატებულ საკონსულტაციო კომპანიას და მოხალისედ მუშაობდა ადგილობრივ ბავშვთა გუნდში. ის კარგად იცნობდნენ და უყვარდათ საზოგადოებაში და მისი მოულოდნელი გაუჩინარება ყველასთვის შოკი იყო. ემი დაკარგულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის 25 მარტს რადნორის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე თავისი სახლიდან გაუჩინარდა. ადრეული ცნობების მიხედვით, ემი ბოლოს დაადასტურებულად დაახლოებით 14 საათზე ნახეს. მეზობელმა ის დაინახა, როგორ ასეირნებდა თავის ძალს სახლთან ახლოს. იმავე დღეს ემის ქმარი მივიდა და კითხა, ხომ არ ენახათ იგი? ემი ეხლა დაკარგული იყო. ტელეფონი სახლში დატოვა. ძაღლიც როგორც ჩანს, სახლში დაბრუნდა. თუ სახლში რაიმე მინიშნება იყო იმაზე, თუ სად შეიძლებოდა წასულიყო ემი, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ გაუზიარებიათ. დაკარგული ადამიანის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო. ემის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც პოლიციის აზრით საფრთხეს უქმნის მას. მისი რაც შეიძლება სწრაფად პოვნა უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. ამ ჯანმრთელობის პრობლემების დეტალები კონფიდენციალურობის გამო არ გასაჯაროვდა. თავდაპირველად ძებნა კონცენტრირებული იყო იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეიმი ბოლოს ნახეს. გაკეთდა მოწოდებები ნებისმიერი ნახვის ან პოტენციური სათვალთვალო კამერის ჩანაწერის შესახებ, რაც გამომძიებლებს დაეხმარებოდა გაერკვიათ, სად წავიდა იქ. მაგრამ გამომძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ძალისხმევა დაიმონდ პარკზე გადაიტანა. პარკი მდებარეობს დაახლოებით 45 წუთის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც ეიმი ბოლოს ნახეს და მოიცავს ბილიკებს, რომლებიც სასიარულოც და ველოსიპედით სეირნობისთვისაა კარგი. ადგილობრივების თქმით, ეს არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ვინმე ადვილად დაიკარგებოდა და ეიმის სახლთან უფრო ახლოსაც იყო სასიამოვნო სასეირნო მარშრუტები. მაგრამ დაიმონდ პარკი მისთვის მაინც არ იყო უცნაური დანიშნულების ადგილი. იმ დროის ცნობების მიხედვით, პოლიციამ პარკის მახლობლად მდებარე ვიდეოკამერების ჩანაწერები მოიპოვა, რაც როგორც ჩანს, მიუთითებდა, რომ ემი იქ დაახლოებით საღამოს 4 საათსა და 30 წუთზე იყო. მაგრამ შემდეგი ახალი ამბების ცნობებში დაკარგული პირის საქმეზე ეს დანახვა აღარ იყო გამოკვეთილი და ჩანაწერი საზოგადოებისთვის არ გამოუქვეყნებიათ. მოგვიანებით ძიება ემის სახლიდან უფრო შორს, Skyline Gate-ის მიმართულებით გაგრძელდა, რომელიც მის სახლიდან 5 მილზე მეტის მოშორებით მდებარეობს. ბოლო განახლებაში ამ საქმეზე მოხალისეებმა დაიწყეს Bay Area-ს სწრაფი ტრანსპორტის სადგურების სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადახედვა, იმ იმედით, რომ იქ შეიძლება ემი შეენიშნათ. დაკარგული ადამიანის საქმე დიდი მასშტაბის მხარდაჭერას იღებს საზოგადოებისგან. მათ შორის 200 მოხალისე კარდაკარ დადიოდა, რათა გაეგოთ, ხომ არ უნახავთ ემი, ან ხომ არ აქვთ კამერის ჩანაწერები, რომლებიც რაიმე მინიშნებას მისცემდა გამოძიებას. ასევე გაიმართა სანთლების ანთების ცერემონიები და ოჯახმა განაცხადა, რომ ეს ძალის წყაროა მათთვის. ემი აღწერილია როგორც 5 ფუტი 4 ინჩი სიმაღლის და 120 ფუნტი წონის, ქერათმით და თხილის ფერი თვალებით. ის ბოლოს ნახეს მოკლესახელოიანი პერანგით, ღია ფერის ჯინსებით და თეთრი ბოტასებით, რომლებსაც შავი ზოლები ჰქონდა. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდეს ოკლენდის პოლიციის დაკარგულთა განყოფილებას ნომერზე 510 238 364 1. ემის ახლობლემაც გახსნეს ცხელი ხაზი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 510 591 485 25 ნომერი 6. რაიან რუდი ბოლოს ნახეს მეგობრებთან ერთად საღამოს გართობისას. 2 კვირა დასჭირდა მის დაკარგულად გამოცხადებას და მას შემდეგ მისი კვალი აღარავის უპოვია. რაიანი ბრიტანეთის არმიის სამეფო იორკშირული პოლკის ლანს კორპორალია. მის გაუჩინარების დროს ის განთავსებული იყო კეტერიკის გარნიზონში, ჩრდილოეთ იორკშირში, რაც სელბის ქალაქიდან დაახლოებით 1 საათის სავალზეა. თებერვლის შუა რიცხვებში რაიანის დანაყოფის უმეტესობა წოფთნებზე იყო გაგზავნილი, მაგრამ ის გარნიზონში დარჩენილთა ჯგუფში იყო, რაც ნიშნავს, რომ რაიანი გარნიზონში რჩებოდა. 14 თებერვლის საღამოს რაიანმა და მისმა ორმა მეგობარმა გადაწყვიტეს სელბიში გაეტარებინათ ღამე ვალენტინობის დღის აღსანიშნავად. ჯერჯერობით ღამის შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ რაიანი ბოლოს ნიუინის პაბში ნახეს. იქ ის დაფიქსირდა სათვალთვალო კამერაზე იმ კადრებში, რომლებიც პოლიციამ შემდეგ საზოგადოებას გაუზიარა. კადრებში თითქოს არაფერია საეჭვო. ღამის განმავლობაში რაიანი ერთ მომენტში მეგობრებს გამოეყო. ბოლოს ის 15 თებერვალს, დილის 3 საათამდე ცოტა ადრე ნახეს, როცა ძველი ყვავილების ქარხნის შენობას ჩაუარა და ნიუმილ გეიტის მიმართულებით მიდიოდა. რაიანი გაუჩინარების დროს შვებულებაში არ იყო და მას მოვალეობაზე დაბრუნებას ელოდნენ ზუსტად 24 საათში. მას შემდეგ რაც ბოლოს თანამებრძოლებმა ნახეს, მაგრამ რაიანი აღარ დაბრუნებულა ბარაკებში და სამსახურში არ გამოცხადებულა. მისი მეგობრების თქმით, ეს მისთვის სრულიად უჩვეულო იყო. არ არსებობდა მიზეზი გვერდმუნა, რომ ის ნებაყოფლობით უნებართოდ დატოვებდა ნაწილს, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო 2 კვირა გავიდა, სანამ განგაში ადახეს. მარტის პირველ რიცხვში სამხედროების ერთ-ერთმა უფროსმა პოლიციას რაიანის გაუჩინარების შესახებ აცნობა. დაკარგული ჯარისკაცის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო, რადგან პოლიციამ სასტრაფო მოწოდებები გააკეთა ინფორმაციის მისაღებად. პირველი საძიებო სამუშაოები მოიცავდა კარდაკარ გამოკითხვებს სელბიში, ასევე ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლას იმ ღამით, როდესაც რაიანი გაუჩინარდა. ჯერჯერობით პოლიციას არ შეუძლია დაადასტუროს, სად წავიდა რაიანი ძველი ყვავილების ქარხნის შემდეგ.
ასევე არ არსებობს რაიანის გადაადგილების საჯარო ქრონოლოგია. მისი გაუჩინარების ღამეს სანამ ბოლოს ნახავდნენ და არც ინფორმაცია იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც რაიანი იმყოფებოდა ბოლოს რომ ნახეს. საწყისმა საძიებო ოპერაციამ გამოიყენა დრონები რთულად მისადგომი ადგილების შესასწავლად. ძველი ყვავილების ქარხანა მდინარე უსის პირისპირ მდებარეობს. გზასა და მდინარეს შორის კედელია, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რაიანი აქ შემთხვევით წყალში აღმოჩენილიყო. მაგრამ ის მიდიოდა ხიდისკენ, რომელიც მას ნიუ მილგეიტში დააბრუნებდა. მეტი ვიდრე ერთი თვის შემდეგ რაიანის გაუჩინარებიდან, პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ ის წყალში აღმოჩნდა. მისი გაუჩინარება ბევრად უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს, მაგრამ რადგან ადამიანები რეაგირებენ ინფორმაციის მოწოდების თხოვნებზე, შესაძლებელია, რომ პაზლის მეტი ნაწილი შეიკრას. რაიანი დაკარგულად გამოცხადების საწყისი დაგვიანებაც სამხედროების მიერ იძიება. რაიანი გაუჩინარების დროს 28 წლის იყო. მისი აღწერით, რაიანი იყო 5 ფუტი და 8 ინჩი სიმაღლის, გამხდარი აღნაგობის და ხავისფერი თმით. ბოლოს რაიანი შავ მაისურში, ლურჯ კაპიუშონიან ქურთუკში და შავ შარვალში ნახეს. თუ რაიანი საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დავკავშირდით პოლიციას ნომერზე 101 და მიუთითეთ სარეფერენსო ნომერი 12 მილიარდ 260 მილიონ 37,725. თუ დაკარგული მამაკაცის ნახვის ან რაიანის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ ნომერზე 999. ნომერი 5. 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ფერმერი კევინ ბელინგი უკვალოდ გაუჩინარდა. პოლიცია აცხადებს, რომ მისი უსაფრთხოების შესახებ სერიოზული შეშფოთებაა, თუმცა მისი საქმის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ცნობილი. კევინი გაუჩინარების დროს 62 წლის იყო და მუშაობდა რძის ფერმერად. მას ახალი ზელანდიის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში რამდენიმე უძრავი ქონება აქვს. ერთ-ერთი მათგანი იყო მოტურიმუ, სასოფლო სამეურნეო ტერიტორია, რომელიც მთავარი ქალაქიდან შორს აღმდებარეობდა. სწორედ აქ ნახეს კევინი ბოლოს, 2026 წლის 9 იანვარს. რამდენიმე დღე გავიდა ისე, რომ კევინის არც ერთ მეგობარს ან ოჯახის წევრს მისგან არაფერი სმენია. ეს მისთვის სრულიად უჩვეულო იყო და მათ იცოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო. 18 იანვარს კევინი პოლიციაში დაკარგულად გამოაცხადეს და მისი გაუჩინარების გამოძიება დაიწყო. დაიწყო მასშტაბური ძებნა კევინის საკუთრებებზე, მათ შორის კეისარის გზაზე კაპუკაში. რადგან კევინი ბოლოს მის მოტურიმუს ფერმაზე ნახეს, ყურადღება მალე ამ ტერიტორიაზე გადატანეს. პოლიციამ დაიწყო მოკვლევა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ხოლო სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა ფეხით დაათვალიერეს ტერიტორია. დრონებიც გამოიყენეს იმ იმედით, რომ დაკარგულ ფერმერს ჰაერიდან შეამჩნევდნენ, მაგრამ კევინის ყვალი ვერ აღმოაჩინეს. გამოძიებიდან ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ საზოგადოებას მიმართა ინფორმაციის თხოვნით. ისინი კევინის უსაფრთხოებაზე ღელავდნენ. მოსახლეობას თხოვეს შეემოწმებინათ თავიანთი ბეღლები და დამხმარე ნაგებობები დაკარგული კაცის ან იმის ნიშნების საპოვნელად, რომ ის იქ ადრე აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ კევინის კვალი ვერ აღმოაჩინეს, ძებნა მაინც მოტურიმუს ტერიტორიაზე გაგრძელდა. თებერვლის ბოლოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ ისინი ამ საკუთრებაზე ჩამდინარე ნარჩენების აუზებს ამოწმებდნენ. ეს არის აუზები, რომლებიც გამოიყენება რძის ფერმებიდან მიღებული ნუტრიენტებით მდიდარი ნარჩენების შესანახად, რათა წყლის დაბინძურება აიწიონ. განცხადების შემდეგ საქმეზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიციის თქმით, საზოგადოებას რამდენიმე შესაძლო დანახვის შესახებ აცნობეს. სამწუხაროდ გამოძიებისას გაირკვა, რომ ეს დაკარგული მამაკაცი არ იყო. კევინი კვალ დაკარგულ პირთასიაშია ახალი ზელანდიის პოლიციის ვებგვერდზე. გარდა ნარჩენების აუზებისა, ადგილობრივ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სხვა წყლის ობიექტია. მეტწილად ტერიტორია, სადაც კევინი გაუჩინარდა, სასოფლო სამეურნეო მიწებია, რაც ამ დაკარგული პირის საქმეს ბევრ სხვაზე განსხვავებულად აქცევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გაუჩინარების შემდეგ დღეებში კამერას ის დაეფიქსირებინა. და თუ მის საკუთრებაზე სხვა არავინ იყო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამლელს შეემჩნია. ამის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია, რომ ვინმე ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმეზე ისე, რომ თავადაც არ იცოდეს ამის შესახებ. ეს განსაკუთრებით ასეა, თუ კევინმა როგორღაც დატოვა მოტურიმუს ტერიტორია. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ საქმეზე, შეუძლია დაუკავშირდეს ახალი ზელანდიის პოლიციას ნომერზე 105 ან ონლაინ 105-ის ვებდის ვებგვერდზე მითითებული ნომრით 260-18/6000-964. ინფორმაციის ანონიმურად გადაცემა შესაძლებელია სამართალდამცავებისთვის Crime Stoppers-ის საშუალებით ნომერზე 0800-555-111. ნომერი 4. თოვლის ქარბუქის შემდეგ დილით მარკეტის თხორები პოლიციაში მივიდა, რათა ჩაებარებინა ტელეფონი, რომელიც ბილიკზე მიტოვებული იპოვა. ხოლო დღის ბოლოს გააცნობიერეს, რომ ადამიანი, რომელმაც ტელეფონი დაკარგა, ახლა დაკარგულად იქნებოდა. Trenton Massey, 1 წლის, ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ოჯახის თქმით, ის ძალიან გულუხვი იყო და ყოველთვის მზად იყო სხვებს დახმარებოდა. მან 21 თებერვლის ღამე მეგობრებთან ერთად გაატარა ბარში მარკეტში, რომელიც მდებარეობს სუპერიორის ტბის სანაპიროზე.
როგორც ტრენტონისთვის ჩვეულებრივი იყო, მან დედას სელფები გაუგზავნა, სადაც ჩანს როგორ ერთობა ბაში. დედა მოგვიანებით გააზიარა ეს ფოტოები და შეტყობინებები, სადაც მას თხოვს ფრთხილად იყოს და თავის თავს მიხედოს. მიჩნეულია, რომ ტრენტონი ბარი დატოვა მომდევნო დილის ადრეულ საათებში, როდესაც დაწესებულება დაიხურა. მან გადაწყვიტა თავის საცხოვრებელამდე ფეხით მარტო დაბრუნებულიყო. მიჩიგანის ამ ნაწილში ზამთრები შეიძლება მკაცრი იყოს და ტრენტონის გაუჩინარების ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო. დაიწყო ქარბუქი, რაც გადაადგილებას ართულებდა, თუნდაც იმ ადამიანისთვის, ვინც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იყო. მეგობარმა, რომელიც იმ საღამოსაც იქ იყო, მოგვიანებით თქვა, რომ სახლში დაბრუნებისას თვითონაც დაიკარგა. ჰაერში და მიწაზე თოვლი შეიძლება ისე შეცვალოს ნაცნობი ადგილი, რომ ვეღარ იცნო. და ტრენტონი სახლში აღარ დაბრუნებულა. დაახლოებით 6 საათის შემდეგ, რაც ტრენტონი ბარიდან გავიდა, მისი ტელეფონი პოლიციაში მიიტანეს. ის აღმოაჩინეს საერთო სარგებლობის ბილიკზე მარკეტის ცენტრში. პოლიციამ თავდაპირველად ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რათა ეცნობებინა, რომ ტრენტონის ტელეფონი იპოვეს. იმ დროს თვითონ ოჯახმაც კი არ იცოდა, რომ ტრენტონი დაკარგული იყო. ამიტომ მათ უბრალოდ დაფირდნენ, რომ გადასცემდნენ შეტყობინებას მოწყობილობის შესახებ. ხოლო დღის ბოლოს მიხვდნენ, რომ არავინ იცოდა სად იყო ის და ტრენტონის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ტრენტონი დაახლოებით ხამის 2:50-ზე იმავე ბილიკზე მიდიოდა, სადაც მისი ტელეფონი იპოვეს. 45 წუთის შემდეგ სხვა კამერამ დააფიქსირა, როგორ მიდიოდა Trenton Founders Landing-ის სასეირნო ბილიკზე. ტრენტონი ყინულზე გავიდა და კამერის ხედვიდან გაქრა. ხელისუფლების თქმით, ჩანაწერში ჩანს, რომ ტრენტონი დეზორიენტირებული იყო, ან უჭირდა სიარული, მაგრამ შეუძლებელია თქმა ეს ჰიპოთერმიის გამო იყო თუ ალკოჰოლის ზემოქმედების. მისი ოჯახის თქმით, მას ქურთუკი ეცვა, მაგრამ მაინც არ იყო ამინდისთვის შესაფერისად ჩაცმული და ჩანაწერში ჩანს, რომ ტანსაცმელზე თოვლი აქვს. დაკარგული სტუდენტის საწყისი ძებნა Founders Landing-ის სასეირნო ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სპეციალური სამძებრო ჯგუფები იქნა მოყვანილი რთული ამინდისა და რთული რელიეფის დასაძლევად. ძებნაში ჩართული იყო სონარის აპარატები, წყალქვეშა მღვინთავები, ძაღლები და დრონები. სამწუხაროდ ამ ძალისხმევამ ახალი ინფორმაცია არ გამოავლინა. ოფიციალური ძებნა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეწყვიტეს. პოლიციის თქმით, მათ ყველა იმ ადგილას მოძებნეს, სადაც ფიზიკურად შესაძლებელი იყო ძებნა. ამინდი ძებნას უკიდურესად ართულებდა. ძებნის არეალის ზოგიერთ ნაწილში თოვლი აგრძელებდა დაგროვებას. ერთ მომენტში პოლიციას ეგონა, რომ ყინულში ნახრეთი აღმოაჩინეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ახალი ნახრეთები მუდმივად ჩნდებოდა და ისევ იყინებოდა. შეუძლებელი იყო ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ტრენტონი შეიძლებოდა წყალში ჩავარდნილიყო. მოხალისეები კვლავ აგრძელებენ დაკარგული მამაკაცის ძებნას. პოლიციამ ურჩია, რომ ძებნაში მონაწილეებმა ფრთხილად იყვნენ კერძო საკუთრებაზე და არ შევიდნენ ყინულზე. ტრენტონი ბოლოს ნახეს ზეთისხილისფერი და შავი პალტოთი და მუქი ფერის შარვლით. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს მარკეტის პოლიციას ნომერზე 906 228 0400. ნომერი 3. ბრიტანი ქრიტის კარაბი იყო აღელვებულ მდგომარეობაში, როდესაც ის მოძრავი მანქანიდან გადმოხდა და გაიქცა Long Island-ზე, ნიუ-იორკში. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. ბრიტანი ბოლოს ნახეს 2026 წლის 20 მარტს, საღამოს 8 საათის შემდეგ. ახლობლების თქმით, ის ოჯახის წევრის მანქანაში იჯდა, როცა ისინი Oyster Bay-ს საცხოვრებელ უბანში გადაადგილებოდნენ. როცა ისინი Ivy Street-ისა და Jordan Avenue-ს ქვეთასთან მივიდნენ, მანქანა გაჩერდა გაჩერების ნიშნად. შემდეგ მძღოლმა დაიწყო წინწასვლა, სანამ ბრიტნი მოულოდნელად არ გადახდა მანქანიდან და შემთხვევის ადვილიდან გაიქცა. როცა ის წავიდა, თავისი მობილური ბუჩქებში გადააგდო და მალევე დაკარგულად გამოაცხადეს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ ბრიტნი შესაძლოა ფსიქოზის მდგომარეობაში იყო მისი გაუჩინარების დროს. ის ფიქრობდა, რომ საფრთხეში იყო და შესაძლოა უთვალთვალებდნენ, ამიტომ გადააგდო ტელეფონი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მას არ უთვალთვალებდნენ, ტელეფონის გადაგდება ნიშნავს, რომ სამართალდამცველებს აღარ შეეძლოთ მისი გადაადგილების დადგენა მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა. რატომ გადაწყვიტა მას მანქანიდან გაქცევა? ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ ტერიტორიაზე აღებული სათვალთვალო და კარის ზარის კამერების ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბრიტანი ან გარბოდა, ან მარტო იდგა. არ ჩანდა, რომ ვინმე მისდევდა მას. სამართალდამცავებმა მისი ძებნისას დრონები და ვერტფრენები გამოიყენეს. რამდენიმე დღეში მისი გაუჩინარების შემდეგ პირადი ნივთები, მათ შორის საფულე, აღმოაჩინეს ქვიშიან ჭაობიან ადგილას, Florence Avenue-ს ბოლოში, Oyster Bay Harbor-ის გასწვრივ. ეს ადგილი ბრიტნის ბოლოს დანახვის ადგილიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე იყო, მაგრამ უცნობია პირდაპირ მიმართულებით გაიქცა თუ არა, თუ იმ უბნის პატარა ქუჩებში მოძრაობდა. ამ ახალმა მიგნებამ ძებნის ძალისხმევა უფრო კონკრეტულ ადგილას გადაისროლა, მაგრამ ოჯახისა და სამართალდამცავებისთვის შეუძლებელი იყო სცოდნოდათ ნამდვილად არ დაეტოვებინა თუ არა მას ეს ტერიტორია. მისი გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა შექმნა Facebook-ის გვერდი, რათა ბრიტნის პოვნის ძალისხმევა უფრო ეფექტურად გაემართათ. ისინი აფრთხილებენ, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება განსაკუთრებით მოთხოვა წყლიდეს მას.
ბრიტნი შეიძლება განსაკუთრებით ეშინოდეს უცნოცნობების, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის. როგორც პოლიცია, ასევე ბრიტნის ოჯახი მოუწოდებენ ყველას, ვინც ოისტერის რაიონში ან ოისტერ ბეისა და ისტ ნორვიჩ შორის საზღვარზე ცხოვრობს, გადაამოწმონ კამერის ჩანაწერები. არა მხოლოდ იმ ღამის, როდესაც ის გაუჩინარდა, არამედ მას შემდეგ მომხდარი ღამეებისაც. შესაძლოა ის ჯერ კიდევ ამ რაიონშია და იმალება იმისგან, ვინც ან რაც მისი აზრით უკან დასდევს. მისმა ოჯახმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ის გადაადგილდება უფრო მშვიდ დროს, მაგალითად დილა ადრიან ან გვიან საღამოს. ისინი სთხოვენ მაცხოვრებლებს გადაამოწმონ სათავსოები, ალტოფარეხები და ტერასების ქვეშ. ასევე ისეთ გარდამავალ ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრების პერიფერია, მაღაზიების უკან და სადროშო პუნქტებთან. ბრიტანი 32 წლისაა. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი. იწონის 140 ფუნტს და აქვს ყავისფერი თმა და თვალები. ბოლოს ის შავი შარვლით და შავი ბეწვის სატელოიანი ქურთუკით იყო შემჩნეული. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს Q ცენტრის ცხელი ხაზს ნომერზე 910232168. ან პირდაპირ აცნობს 911. ბრიტნის ოჯახმა ასევე შექმნა GoFundMe გვერდი, რათა შეაგროვონ თანხა საძიებო სამუშაოების მხარდასაჭერად და ბრიტნის სახლში დასაბრუნებლად. მეორე ნომერი, სტეფანი სპარქსი. ბოლოს ნახეს საფრანგეთში, მის მისაბმელ სახლში, რომელსაც მეუღლესთან კენ სპარქსთან ერთად იყოფდა. როდესაც კენი გამოღვიძდა წათვლემიდან, აღმოაჩინა, რომ სტეფანი დაკარგული იყო და მხოლოდ რამდენიმე კვალი დატოვა იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა მას. სტეფანი და კენი ინგლისიდან საფრანგეთში 2012 წელს გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შეუყვარდათ. ისინი დასახლდნენ დასავლეთ საფრანგეთში, კემპინგში. ცხვილი კარგად იცნობდნენ და უყვარდათ ამ რაიონში. ასევე პოპულარულები იყვნენ სხვა დამსვენებლებს შორის, რომლებიც კარავანებით კემპინგში ჩერდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 70 წელს გადაცილებულები იყვნენ, ცხვილი აქტიურ ცხოვრებას აგრძელებდა. ისინი დიდხანს სეირნობდნენ, ყოველ დღე, დღეში 2-ჯერ 5 კილომეტრის მანძილზე დადიოდნენ. 2025 წლის ბოლოს კენი თავს ცუდად იგრძნობდა, რამაც შეზღუდა მათი ერთად სეირნობის შესაძლებლობა. მოგვიანებით მას ფილტვის კიბოს დაუდგენენ. სტეფანის გაუჩინარების დღე სხვა დღეების მსგავსად იხმსგავს. 29 იანვარი სუპერმარკეტში წასვლით დაიწყო. კემპინგის შესასვლელთან არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ტოვებენ ცხვილი ტერიტორიას მანქანით და მოგვიანებით ბრუნდებიან საპიდლებით. სახლში დაბრუნების შემდეგ კენი დასაძინებლად დაწვა. როცა გაიღვიძა, სტეფანი აღარ იყო. სხვა არაფერი დაკარგულა. სტეფანის ტელეფონი და ბარათები სახლში დარჩა. მასთან ფულიც არ იყო. თავდაპირველად ჩანდა, რომ სტეფანი შეიძლება მარტო სასეირნოდ გასულიყო. არც ერთმა სათვალთვალო კამერამ არ დააფიქსირა, რომ სტეფანი ბანაკიდან გავიდა, მაგრამ იყო ბილიკი, რომელიც ბანაკის უკანა მხარეს მიდიოდა და მასზე კამერები არ იყო დამონტაჟებული. ეს ბილიკი სტეფანისთვის ნაცნობი იყო, რადგან წარსულში მასზე უამრავჯერ უვლია. თუმცა, როდესაც სახლში აღარ დაბრუნდა, აშკარა გახდა, რომ ეს ჩვეულებრივი გასეირნება არ იყო. პოლიცია გააფრთხილეს მისი გაუჩინარების შესახებ და დაკარგული ქალის ძებნა დაიწყო. საძიებო ჯგუფები დადიოდნენ იმ შესაძლო ბილიკებზე, რომლითაც სტეფანი შეიძლებოდა წასულიყო კარავნიდან გასვლის შემდეგ. პოლიციამ სცადა ძაღლების გამოყენება მარშრუტის შესავიწროებლად, მაგრამ ძაღლებმა ვერ აიღეს მკაფიო სუნი. სტეფანიმ ამ ტერიტორიაზე იმდენი დრო გაატარა, რომ ძაღლებისთვის შეუძლებელი იყო ერთი კონკრეტული ბილიკის ამოცნობა. ასევე გამოიყენეს დრონები და მკვინთავთა ჯგუფები, რომლებმაც მინდებარე წყალსატევები გაჩორიკეს. სტეფანის ოჯახმა თავიდან იფიქრა, რომ შესაძლოა ბილიკზე წაიქცა, მაგრამ როცა იარეს და მისი კვალი ვერ ნახეს, საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ვინმე შეეძლო ბილიკიდან გადაცდენა და დაცემა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ სტეფანი დაკარგულიყო ან დაბნეულიყო, თუ მას რაიმე სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევა არ შეემთხვა. პოლიციამ გამოიკვლია შესაძლებლობა, რომ სტეფანი გაქცევას გეგმავდა. მისი ოჯახის თქმით, ეს მისთვის საერთოდ არ იყო დამახასიათებელი, მაგრამ სტეფანი იმ დროს, როცა გაუჩინარდა, დიდი სტრესის ქვეშ იქნებოდა. სტეფანის ჰყავდა შვილები და შვილიშვილები, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები ინგლისში ცხოვრობდნენ. ის მარტო იყო საფრანგეთში თავის ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, მაგრამ პოლიციამ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ სტეფანი ფულს მალავდა ან გეგმავდა კენის დატოვებას. ჯერ კიდევ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამის ერთადერთი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებების არარსებობა იყო. ადგილობრივ ტერიტორიაზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ძიებებმა ვერანაირი კვალი, არც სტეფანი და არც ის ტანსაცმელი, რომელიც მას იმ დროს ეცვა, ნაპოვნი არ არის. მისი აღწერით, სტეფანი გამხდარი აღნაგობისა და გაუჩინარების დროს ეცვა ღია ლურჯი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და შავი ან ნაცრისფერი ჩექმები. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ადგილობრივ პოლიციას ნომერზე 335 555 7 1536. ნომერი 1. ანატოლი შევჩენკო იყო ათასობით ლტოლუნთაგან ერთ-ერთი, ვინც უკრაინიდან კანადაში გაემგზავრა რუსეთის 2022 წლის შეჭრის შემდეგ. მან უკან დატოვა მშობლები და ძმა და კანადაში მარტო იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ როდესაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა 2026 წლის იანვარში, გარკვეული დრო დასჭა სჭირდა, სანამ ვინმე მიხვდებოდა, რომ ის დაკარგული იყო. ანატოლი ბოლოს ნახეს 22 იანვარს, როდესაც ის ვინიპეგის საავადმყოფოდან გავიდა.
ის ამ რაიონში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს კანადაში ჩამოვიდა და მარტო იყო ჩამოსული. თავისი უახლოესი ოჯახი უკრაინაში დატოვა. მისი უახლოესი ნათესავი იყო დეიდა, რომელიც კალიფორნიაში იყო გადასული, მაგრამ მისი სტატუსის გამო მას არ შეეძლო ასე შეშეში გამგზავრება მის სანახალად. ვინიპეგში დიდი უკრაინული საზოგადოება ანატოლის თბილად შეხვდა, როცა პირველად ჩამოვიდა და მან ახალი მეგობრები გაიჩინა ახალ სახლში. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც იმავე საცხოვრებელ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის აღფრთოვანებული იყო ახალი ცხოვრების დაწყებით და მუშაობდა ინგლისურის გაუმჯობესებაზე. მას ჰქონდა სამსახური Motor Coach Industries Limited-ში და მეგობრებსა და ოჯახთან კონტაქტს ინარჩუნებდა. მაგრამ მისი გაუჩინარებიდან დაახლოებით 1 წლით ადრე მისმა მეგობრებმა მის ქცევაში ცვლილებები შეამჩნიეს. სერგეი ზადოროჟნიაკის თქმით, რომელიც ახლოს ცხოვრობდა, ის ნელ-ნელა უფრო ჩაკეტილი გახდა და ჩანდა, რომ რაღაც დაემართა. უკრაინული საზოგადოების სხვა წევრებმა აღნიშნეს, რომ ლტოლვილებისთვის ხშირად რთული იყო კანადაში ცხოვრებასთან შეგუება, განსაკუთრებით ენის ბარიერის გამო. რატომ დაიწყო ანატოლი ამ ცვლილება, უცნობია. თავიდან მისი ოჯახი ვერ ამჩნევდა, რომ რამე არასწორად იყო. ის კვლავ რეგულარულად ურეკავდა დეიდას და მოუთმენლად ელოდა, რომ მომავალში მას ესტუმრებოდა. მისი დეიდის თქმით, ანატოლი ცდილობდა თავისი ცხოვრების გაუმჯობესებას და ამისთვის კურსების გაუსაპირებდა, მაგრამ სატელეფონო ზარები მოულოდნელად შეწყდა, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. შემდეგ, ცოტა ხნით ადრე, სანამ ანატოლი გაუჩინარდებოდა, მისი სამუშაო ადგილიდან შემცირებების გამო უმუშევარი დარჩა. იანვრის 22-ის დილით ანატოლიმ სასწრაფო გამოიძახა პანიკური შეტევის შემდეგ. ის ვიქტორიას საავადმყოფოში დაახლოებით 10:30 საათამდე მიიყვანეს. მხოლოდ 1 საათის შემდეგ და გაწერეს ისე, რომ არავისთან უსაუბრია. ბოლოს ის იმ საავადმყოფოდან გასვლისას ნახეს. თავდაპირველად არავის გაუგია, რომ ანატოლი დაკარგული იყო. მისმა ბინათფლობელმა იცოდა, რომ ის საავადმყოფოში წაიყვანეს და როცა უკან არ დაბრუნდა, იფიქრა, რომ ანატოლი იქ დარჩა. როცა მისმა ოჯახმა დარეკა და ანატოლი მოიკითხა, უთხრეს, რომ ის საავადმყოფოში იყო. მაგრამ მარტის დასაწყისში საავადმყოფოდან წერილი მოვიდა და მხოლოდ მაშინ გაიგეს მისმა ახლობლებმა, რომ ანატოლი იქ არ რჩებოდა. როგორც კი ეს გაიგეს, ანატოლის ძებნა დაიწყეს. მისი ტელეფონი აქტიური იყო გაუჩინარების დღეს, 14:30 საათამდე. ვინიპეგის საზოგადოება გაერთიანდა, რათა ანატოლის საძიებო ოპერაციები დაეგეგმათ. და საძიებო ოპერაცია დაიგეგმა დიდ ბარასკევს, რომელშიც დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუნდებად დაკვეს და დეტალურად და მეთოდურად ეძებდნენ ანატოლის სენტ-ვიტალის პარკში, რომელიც მდებარეობს საავადმყოფოსა და ანატოლის სახლის მახლობლად. ანატოლიმ დატოვა თავისი დოკუმენტები, მათ შორის პასპორტი, რომლებიც მის ბინაში იპოვეს. ის გაუჩინარდა წლის ყველაზე ცივ ღამეს, როდესაც ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, მაგრამ ქარის გამო იგრძნობდა თითქოს -43 გრადუსი იყო. თუ სადმე თავშესაფარი არ ეპოვა, გადარჩენა ძალიან გაუჯერდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ანატოლი ამინდისთვის შესაფერისადაც არ იყო ჩაცმული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მეგობრებს იმედი არ დაუკარგავთ, რომ იპოვიან მას. ანატოლი აღწერენ როგორც კეთილ ადამიანს. სიმაღლე 6 ფუტი და 1 ინჩი, გამხდარი აღნაგობის, ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს ვინიპეგის პოლიციის დაკარგულთა განყოფილებას. ნომერზე 204 986 6250. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ არხი და დააწყაპუნოთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ თაინოცი და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.